მოგესალმებით ლიტერატურული საქართველოს მოყვარულებს, ტელეკართულის მაყურებლებს და არა მარტო ქართული ლიტერატურის მოყვარულებს, არამედ ზოგადად ქართულ საზოგადოებას, რამე თუ ლიტერატურა კონკრეტულად და ეს გადაცემა, როგორც გაზეთი ლიტერატურული საქართველო, ასევე გადაცემა ლიტერატურული საქართველო არ არის მხოლოდ ლიტერატურათთვის, ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენ ის ერის ტკივილები, ერის წყვილი გვაჩნდეს სწორად როგორც ილია ამბობდა, ეს რა თქმა უნდა ქართული მწერლების და ქართული ლიტერატურისთვის ტკივილეული თემა არის, რასაც მოწმობს კიდევაც ჩვენი ბოლო დროს გამოცემული გაზეთი ლიტერატურული საქართველო, სადაც ახლა მკითხველი გაიგებს პათოს ჩვენს პათოს იწყება გაზეთი ილია ჭავჭავაძის ლექსით ბედნიერი ერი, აქვე არის აკაკი წერეთლის ვედრება და ვაჟა-ფშაველას სამშობლოს მცველნო, რომელიც დღესაც აქტიური არის და ჩვენ აი ამ ვითარებაში გვიწევს დღეს ცხოვრება, სადაც საქართველოს თავისი დემოგრაფიული თუ პოლიტიკური თუ ასე შემდეგ წიაღწევით გადარჩენის ზღვარზე არის. სანამ ზოგადად ლიტერატურულ საქართველოზე ახალ იმაზე გესაუბრებოდით, მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან ძვირფასი ადამიანი, ჩემი თაობის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, არაჩვეულებრივი პოეტი, შემოქმედი, შეიძლება ითქვას ფსიქოლოგი და მწერალი, ამავე დროს რომელიც შემდეგ წავიდა სასულიერო გზით, მამა ილია ჩიკვაიძე, მოგესალმებით მამა ილია, მე მიხარია ჩემი სტუმარი ხართ, მამა ილია პირდაპირ კლინიკიდან მოგზაურობა დღეს, თვალის პრობლემები ჰქონდა და მე ვიცი ხაც გაწუხებთ და დიდებაო თქვენ გამძლეობასო და მადლობა რომ თქვენ დღეს ჩვენთან ხართ და ფრიად საჭირო არის რომ თქვენ როგორც პოეტი ხართ, როგორც მწერალი, როგორც შემოქმედი ხართ დღეს ჩვენი სტუმარი, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის აგრეთვე პიროვნება, ადამიანი, რომელიც რამე თუ რელიგია არის ჩვენი ადამიანების, ჩვენი ადაწესის, ჩვენი ზნეობრივი კატეგორიების გამსაზღვრელი და სადაც ეკლესიას, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს საბედნიეროდ დღეს კიდევ საქართველოში, იქ რელიგიის წარმომადგენლებმა, ეკლესიის წარმომადგენლებმა თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა და ოთხან ქართულ საზოგადოებას. სხვა რამე არის პოეზია, მწერლობა, მაგრამ სხვა რაღაცა არის კიდე, როცა ქართული ეკლესია აი ამ საჭიროებო საკითხებში ერევა და ქვეყნის მე არ დავმალავ და უნდა იყოს კიდევ რაც ესე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ გადაშენების ზღვარზე ვართ. ბარემეს თქვენთან პირდაპირ დიალოგზე გადმოვა მამა ილია, გავაცნობ ჩვენს მაყურებელს ჩვენი გაზეთის ახალი ნომრის ანონსს, ჩვენ მეორე გვერდს ვაგზავნებთ ბატონი არსენ გვენეტაძის ბედნიერი ერით და მისი არაჩვეულებრივი ესეთი გაეცობა მკითხველი, ეს არის როგორ ხარ, ასეთი სათაურით არის პიესა ყმაწვილებისთვის და ძალიან საინტერესო პიესა. შემდეგ არის დავილა ბედიანიძე, აქვს წარმოგიდგენილი დავილა ბედიანიძეს იცნობს უკვე ქართული ლიტერატურის მოყვარული, მის პოეზიას გაეცნობა, შემდეგ არის აქვე წარმოგიდგენილი მაკა ჯოხაძის არაჩვეულებრივი სიუჟეტის სათაური ცნობილი რეცენზია, ღრუბელსაც თავისი სამშობლო აქვს, რომელიც ეძღვნება მოგეხსენებათ ეზოინანიშვილის 100 წლის თავს ზეიმობს წეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მწერალთა კავშირმა გამართა მესამე მიძღვნილი ღონისძიება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა აღნიშნა ხასპში მისი 100 წლის თავისადმი მიძღვნილი იუბილე და ამ ეს წელიწადი რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი მწერლისადმი მწერლის საიუბილეო წელი არის და ჩვენც რაც შეგვიძლია ამ ძვირფას პიროვნებას და მწერალს უთმოთ გაზეთის ფურცლებს. აქვე არის ლარისა თიგიშვილის წერილი საქართველოს ვულკანური რელიეფი, კიდევ აღნიშნა რომ ლიტერატურული საქართველო არ მოიცავს კონკრეტულ ლიტერატურას და საქართველოს ეს ვულკანური რელიეფი ჩვენ ვიცით რა დემოგრაფიული არა მარტო დემოგრაფიული, არამედ როგორც გეოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს ჩვენ და რა ძიბედობის ჟამს გვიწევს ჩვეყოფნა და რა დიდი ტრაგედიები დაგვატეხა თავს გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა. და აი ამას ეხება ეს წერილი 80 წელი შეუსრულდა ლიტერატურულ საქართველოს ერთ-ერთ პასუხისმგემ დივანს რედაქტორს დავით კახაბერს, რამოდენიმე წელი რაც გარდაიცვალა და ლიტერატურულ საქართველოს მას დაუთმო
მის თქმულს დაუთმო თავისი გვერდი და მინდა მის შევეხმიანო და უფასო ნათელი დაუმკვიდროს ბატონ დავით კახაბერის სურს. ბაღათერ არაბული ცნობილი არის ქართველი მაყურებლისთვის, ბაღათერ არაბულის პოეზია წარმოდგენილი, აგრეთვე ჩვენ ჩავატარეთ მამაელია ფრთხილად წინ კითხველი არის ლიტერატურული საქართველოს 95 წლის თავისადმი მიძღვნილი კონკურსი და ჩვენ ვეჭდავთ კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს და ერთ-ერთი გამარჯვებული პროზის ნომინაციაში გახლავთ სალომე ტაბატაძე და აქ არის წარმოდგენილი მისი მოთხრობა სიკეთის ხელი. შემდეგ მოდის რამზელ აბულაძის ხიხანის სექო, ეს არის ისტორიული ესე და ეს არის რეცენზია ნანა აბულაძის ახალწიგზე, ამავე სათაურის წიგზე ხიხანის სექო და ძალიან საინტერესოა ისტორიის მოყვარულთათვის. აქვე არის მაია დიაკონიძეს ცნობილი ლიტერატურის მინიატურებისთვის დათმობილი გვერდი, ახალგაზრდა დებიუტანტი პოეტის კონსტანტინე კაპლანიძის ლექსები, ჩვენი მუდმივი ავტორი შეიძლება ითქვას ქალბატონი ნინო გელოვანის რეცენზია, ვინც არ შეცვლილა ამ სათაურით, რომელიც ეხება ოთაჭირაძის შემოქმედებას, აგრეთვე ჩვენი გაზეთის თანამშრომლის, რომელიც უკვე წლები არის, ძალიან დიდი წლები ქალბატონი ბელა გორესიანი ლიტერატურის საქართველოს თანამშრომელი არის და მისი ერთგვარი დებიუტი შედგა მის 65 წლის თავთან დაკავშირებით მისი ლექსები დაიბეჭდა და მე აქედან ქალბატონ ბელა გორესიანს როცა ვიუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებ. აქვე არის აი მაკასეპაშვილი ლიტერატურისთვის ცნობილი ავტორი გახლავთ ეს ოღონდ ცნობილი არის თავისი პროზით, არაჩვეულებრივი ნაწარმოებების ავტორია, მაგრამ აქ მისი წერილი ეხება საქართველოში ავტოკეფალიის გაუქმებას, როგორ გაუქმდა და საკმაოდ საინტერესო წერილია და ვფიქრობ კითხველი დაინტერესდება ამ წერილის გაცნობით. აქვე არის ქალბატონი ტრაპეზის ტექსტები წარმოდგენილი და ბოლო გვერდში მოცემულია როლანდ ედიშერაშვილის ახალგაზრდა ავტორის ლექსები, ჟურნალი ოლეს, რომლის რედაქტორი გახლავთ ჩვენთვის ცნობილი ბატონი აკაკი დაუშვილი, მისი ამ ჟურნალის ანონსი არის, აგრეთვე ქალბატონი ციცინო ბუკია საკმაოდ ნიჭიერი მწერის, პროფესიონალი მწერლის ახალწიგზე არის საუბარი, მდობის მარცვალი და ჯადოსნური ქვეყანა, ეს საბავშვო ნაწარმოებია, თუმცა ქალბატონი ციცინოს აქვს ეგრეთ ვთქვათ სადიდო ნაწარმოებები და არაჩვეულებრივი რომანტიკოსი გახლავთ, რომანების ავტორი ესე ვთქვათ და კითხველი დაეწუვა მის ახალწიგის ანოტაციას და ბატონი ანდრო ჩაჩანიძე არაჩვეულებრივი მწერალი, პოეტი, რომელიც ძალიან ძვირფასაქმეს უდგა სათავეში, ყოველწლიურად მართავს სხვადასხვა მწერლებისადმი მიძღვნის აღამოებს, რომელიც იმართება სკოლებში, სკოლის მოსწავლეთა შორის იმართება კონკურსი და ახლა ეს ბოლო კონკურსი, რომლის ჟიურიშიც მე გახლდით, ეძღვნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, ბავშვები წერდნენ ვაჟა-ფშაველის შემოქმედებაზე თავის აზრს და ძალიან საინტერესო იყო ბავშვების წარმოდგენები ვაჟა-ფშაველაზე, მის მსოფლმხედველობაზე, ცივ დამოკიდებულებაზე და საკმაოდ საინტერესო კონკურსი ჩატარდა და ამაზე არის პატარა ანონსი არის ვიცემული გაზეთის ბოლო გვერდზე. მამაელა კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მართლაც მძიმე დღე გქონდა დღეს და მე ვფიქრობ რომ თქვენ მძიმე დღე შეიძლება გქონდათ შეიძლება ჩამთვლილებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ყოველი დღე მოძღვრისთვის, ჯერ ყველა ადამიანისთვის საქართველოში, რადგანაც მძიმედ იქცა ჩვენი ქვეყანა, ყოველ დღე ძალიან უბედურებებს მე ამდენ ხანს უძე ვისაუბრო ჩვენ აქ, მაგრამ მოძღვრისთვის ყველაზე რთულია, იმიტომ რომ რასაც ჩვენი ადამიანები ვხედავთ, თქვენ აი ამ ადამიანების ყველაფერი მახსარებებიდან, უფრო სხვადასხვა რაღაცებიდან, უფრო მეტი იცით, მეტი გესმით და მეტი ტვეთის ზიდვა გიწევთ ერში ცხოვრებისას და მით უმეტეს სოციალში ცხოვრობ და თქვენ ახალ განდეგილი მოძღვარი და მადლობა და ამისთვის გითხრათ მე ჩვენს მაყურებელს ვანახებ აი ბატონ მამა ილიას ჩემეგოლის დეკანოზია ჩიკვაიძის წიგს დედაჩიტი მომკვდარიყო, ეს არის არაჩვეულებრივი წიგნი, ერთგვარი რომანი არის, მაგრამ აი ესეთი სახასიათო არის, აი რომ ჩაუჟებით ალბათ ვერ მოეშვებით და მინდა ძალიან ამ ლამაზ წიგს გაეცნოთ. აქვე არის
გასაინტერესოა რამდენიმე შეგონება შემოაშ და როცა მოძღვარი თავის ვაჟზე წერს ეს რა თქმა უნდა მთელი მრევლისადმი და მთელი ახალგაზრდა თაობისადმი არის მიმართვა და ფსიქოლოგიზმი მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობაში რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის არა როგორც წერლის არამედ როგორც მოძღვრის რელიგიური წარმომადგენლის ხედვა და მისი ფსიქოლოგიური განმარტებები მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობაში რომელიც და იმ საუკუნეში რომელსაც ჩვენ წყარებში ავაცახსენებელს ვეძახით არადა ჩემთვის მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობა ერთგვარი რენესანსი გახდათ მამა ილია თქვენ იყავით იმ თაობის აქტიური წარმომადგენლები დღეს აქტიურ ადგილს რომ იკავებენ ქართულ ლიტერატურაში მე სახელმწიფოებს არ ჩამოვთვლი საკმარისია გავიხსენო 90-იანი წლების ჩვენი ალმა მატერი ჩვენი დედა უნივერსიტეტი 93 აუდიტორია ერთელი ლექსები გადავსებული დარბაზები და თქვენ ერთ-ერთი მის წარმომადგენელი იყავით და თქვენ წახვილით რელიგიური გზით თუმცა პოეზია და ლიტერატურა აგერ ფაქტორი არ მიგიტოვებინათ და მოგყევით თქვენ თავზე ორივე სიტყვა გითხარით თქვენზე. პირველად მინდა მადლობა მოგახსენოთ. აქ მოწვევისთვის. და დიდი საქმე რასაც თქვენ უძღვებით, ახლა თქვენ ბრძანებდით ლიტერატურის საქართველოზე და ჩვენთვის ეს არის მორალური დაძარი. გავიგერო ლიტერატურაზე და დაიწყო ის გამოცემა რა თქმა უნდა ხელი მოკიდეთ და ესეთი ჭარმატებით მიყავთ ეს იდეური სარედაქციო საქმე ეს უმრობა არ არის ამას დაბაზება ჭირდება და განახაჭირდება ლიტერატურული და ზოგადად ჩვენი საზოგადოებისადმი ლიტერატურის საქართველოს უპირველესი ლიტერატურული და ასეთი დარჩება და თქვენ ბრძანდებით ამ დიდი მორალური დაძრის ხელმძღვანელი მაშენებელი ეთებელი დიდი რედაქტორების შემდეგ როგორც იყო მახსოვს ნამდვილად ვახტანგ ჭელიძე მახსოვს ვახტანგ ჭელიძის პერიოდში მახსოვს ერთი გვერდი ჩამისვეს და გამოვაქვეყნა და თავიდან შეშალა პატარა ბიჭის დარტყმა ცხოვრობენ პორმოჯაჭულენი მომაშინი კაპოფელები ელექტრო და ბორენა ამიჯახეში კორექტურა გააკეთა გავაკეთე კორექტურა ბავშვისთვის დიდი რამე ახლა ლიტერატურის საქართველოში იბეჭდება შენი ლექსები და თავით წავკითხა შეხლა დღევანდელოთაო მარჩის რა თავით ჩაჟები და რომელიც კითხავდა და თუმცა ეს რა არის ბაჩო წარიზე ლაპარაკიო დამარცხებაზე ლაპარაკიო ტრაგედიაზე ლაპარაკიო სათხედა თუ დამარცხებას საქართველოს სათხედა ტრაგედიაზე ყველაფერი ყავის და შენებულია და იმ ბოლოში როდესაც ეს უნდა გავუძე კეთილობ თუმცა არ არის მე რედაქციაში რა თქმა უნდა მოგწალებით ბორნო მითხრა რომ ეს საქმეო არ გამოვიდოდო ჩაკიშალისო გვარდია და ახლა დავაჭრეთო ეს შეეთი დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის გამიკვირდა და რამდენიც იყავით მაშინ 18-ში 18-ში ლიტერატურის საქართველოს ძალიან ახალგაზრდა იყავით არა და გამიკეთეს ეს გვარდი საკმაოდ პატრიოტული ლექსები იყო ხოდა ეს პატრიოტული ლექსები დავიტმა მაგერება ლოგეთ ამაზე პატრიოტულები ჯიბიჟებოდა მაგრამ მე მივხვდი რომ მათ არ მოეჭანათ ახალი თაობის ბავშვისგან ფაქტობრივად ეს განწყობა და ეს იყო დარტყმა იმისთვის რომ ეს არ შეიძლებოდა მაგრამ მე რა თქმა უნდა ჩემ მოსაზრება მქონდა და ამას არ გავჩერებია მქონდა ჩემ პატრიოტული შინაგანი განწყობა თქვენ მოგიხსენებათ ჩვენ თავი როგორ მოდიოდა სამშობლოს დამოუკიდებელობა სამშობლო ლიტერატურა და დედა ეკლესიის გვაერთიანდებოდა ყველას და ეს როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანი მოდიოდი ასე მოდიოდი და ჩემი ლიტერატურით თუ ჩემი წიგნით თუ ეს საკმაოდ ცნობილი ავტორი ბრძანდებოდით მაშინ მუდმივი ბრძანდებოდით მაგრამ საკმაოდ ცნობილი იყავით და რაღაც პერიოდი მოგვიწია ესე როგორც ყველა ჩვენგან სადღაც ლიტერატურიდან შორს წავედით ჩავიკარგეთ 90-იან წლებში და სახელმწიფო გატრიალის პერიოდში მაშინ ნათომში ჩვენებრივი არჩილ სულაკავი იყო ქონდა ესეთი პატარა რომანი ჩვენი ეპოქის მშრალი ვიტანე მოეჭანა მითხრა დაგიჭდო დაიბობა ეს ყველაფერი და ეს დაიჭრა მე მომიჭა აღდგენა კიდე კარგი ხელნაწერი მქონდა მარტო რამეთქონდა მაშინ რამეთქონები იყო
ეგარი ხელნაწერი შემორჩა და ამ ხელნაწერი ნაღმადგინე ჯვარი დამშრომლული ხელნაწერი და თან გადაფანდა რემექტონზე ეს ერთი პირი მივიტანა მეორე პირი არ მქონდა და დაიბომბა ეს მთელი შენობა ყველაფერი განადგურდა და აქ მხოლოდ ეს ჭრილად დამშრომლული ხელნაწერი რო ახლა უნდა გამეხსენებინა სად უკვე გასწორებულ ვარიანტში რა მქონდა და მადლობა უბრალოდ ვერ შევძელე ერთგან ეს პერიოდი გავიერთეთ ჩემო პერიოდი ფაქტურად ჩვენ თაობას მე ვეძახი დაკარგულ თაობას რომელმაც გვიან გადადგა ის ნაბიჯი რომელიც შეიძლება და მასში გადაედგა რადგან იმ სახელმწიფო გადატრიალებამ ყველაფერი უკან დაწია პირველ რიგში ჩაკვდა ჩვენში ის დიდი ლტოვა სამშობლოს დამოუკიდებლობის შეკრების დიდი აღფრთოვანება როცა ეს საშინელი ომი შიშხლის ჟურა ქართულთა შორის დაპირისპირება წავიდა ეს იყო პირადად ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და ამბობ ძალიან დიდი რას ვფიქრობ გააჩნია ჩამოიტანა ამ ყველაფერმა გასაგებია რომ დამოუკიდებლები გახდით თუმცა 1000 კითხვა ჩდება მაგრამ თვითონ პატრიოტიზმის თემას აწავიდა გავანებოთ პოლიტიკას თავი ლიტერატურაში აწავიდა პატრიოტიზმის თემა წავიდა ფსევდო-ლიბერალურ აჯროვნებაში პატრიოტიზმის თემა წავიდა ძალიან კარგად შეთარგმნილა ამაზე თუ გახსოვთ ის სტატია რომ აი ჩვენო კითხულობ ჰემინგუეის მარტეს ამას გავიწყდება ვაჟა-ფშაველა გავიწყდება სამშობლო ეს ქართული მიმდინარეობა გავიწყდება თუ გავიწყებით შეიძლება ის მშობლების სამართლობის ოკეანე რომელიც ცდილობს რომ წაიღოს ყველგან ეროვნული მუხტი აი შეიძლება მაგასაც აპროვოცირებს რომ მოვალთავაში დაიწყოს რომ ძალიან კარგად იცის ევროპული ლიტერატურა მაგრამ არც ქართული ლიტერატურა მე მქონდა ერთი შემთხვევა ძალიან კულტურულ საზოგადოებაში კულტურულ ოჯახში ევროპის თოშთოქერები არაფერი არ არის ყველა გონია თუ გეოლოგიზე რამის თქო თუ არაფერი არ არის ისაა მარკეში დიდიო რიპე დიდიო ჩაიგი დიდიო რატომ არ არის გეოლოგიზე არიციან და იმიტომ არიციან თუ ჩაიგი დიდია გეოლოგიზე ჩაიგი ჩავთვის კი შეთუ შეიძლება ის დიდია მაგრამ ჩემთვის დიდებია ჩემი გეოლოგიური თავის დაწესებით და თავისი კი ჩემს მომენტ ქართული ეროვნული ლიტერატურის გარეშე უჭირდეს მოგზანა ერთხელ მწერალთა კავშირში 2000 წლებში რომ ქართულმა მწერლობამ იტვირთა ერის მაჟორის ფუნქცია იმ ძიმე პერიოდში და თქვენ ხართო ძალიან დიდი საქმის კეთილები და ყველა ძალიან გამხარდა მაშინის ძველი დიდი თაობა ჩაჩელები იყვნენ აკომუნისტარი თაობაში ვთქვათ ძალიან გაიხარეს კომუნისტარი ეძახით კომუნისტარი და მაგრამ რამდენი სიკეთე აკეთეს და რამდენი საქმე აკეთეს ილი აი არ ჩანს და აი მაყურებელს მინდა ვაჩვენ ნახეთ წამსგორობა გულს გაკეთებული ახლა პერიფრას ვაკეთებ თქვენი სიტყვებისას წერილობა პოეტობა მოციქულთა სწორი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სერაფიმეს არ უვიამბობს ამას ახლა რაც თქვენ თქვენ ბრძანდებით ჭინამჯვარი ერისა და უმძიმე სათეისტურ ეპოქაშიო თქვენი ტვირთეთ ერისი დამჯერობა აი ხო ნაკლებად ისტორია დაუჯერეთ და იმ ათეისტურ ეპოქაში მამა ილია რაიკონი დივანის რო ყოფილიყოს ნებისმიერ ღონისძიებაზე ჯერ წერალი ამბობდა სიტყვას და მე ამბობდნენ ცეკას და ხალხის ხალხები შეიძლება იქ ვიღაცა ცეკას წევრი იყო ყველა ჟურნალის რედაქტორი ცეკას ვერ ინიშნებოდა მაგრამ ეს ხალხი ნახა მახსოვს ის დიდი წერილი ხავაჭორიანი იყო ჯვრას ჩარკვიანი თუ ნორმალურობა ძასტაობა გაიხსენეთ ხალხა პატრიოტები იყვნენ როგორ ყოფილა ეხლა ვაჟა-ფშაველას რომ მომწევები ხარ ვაჟა-ფშაველა ვაჟაობას ილია-ობას ატარებენ გამოდიან წერას აი სარგასა კულუას ან ამისების სიტყვას ან ამის არა კაცო ხო ძალიან უყვარს ხალხი და რა ჩემი დიდი ღონისძიებები იყო ძალიან და ახლა საბჭოთა ეპოქის აბოლოგენტად და არც თქვენ გამოდგებით დარჩენებდი რომ ჩვენ თავებას ბიოლოგიურად ზრუნდა საბჭოთა სისტემა ისევ სამშობლოდა გამომდინარე მაგრამ მოდელიდება ხელოვნების მიმართ ლიტერატურის მიმართ თუნდაც ეკლესიის მიმართ ბოლო წლებში
აბსოლუტურად სხვა ყოფილა თორემ ახლა მე არ ვიცი ეგრეში მე ვარ მაშინ საშუალო პირი ვიყავ პატარა ბიჭი ვიყავ მაგრამ როგორც ჩანს შეიძლება დადებითი იყო იმიტომ რომ იმ ხელისუფლებაში დროის ჩადრალ კომიტეტში ჩაათრებული ხალხი იყო უკვე ნაკითხი დოქტორები იყვნენ აკადემიკოსები და მათ ჰქონდათ საკმაოდ სწავლა და განათლება მიღებული და ძალიან კარგად იცოდნენ სად რა და როგორ უნდა იკეთებინათ მაგრამ წერალად დაფასებული იყო პროფესორი საერთოდ რა მოხდებოდა ყველა მიჩნდა ის ხო პროფესორი წერალი როგორი მიღებული იყო როგორი დაფასებული იყო პედაგოგი ეს ყველაფერი მოიტანა და დღეს აი ფშევდო ლიბერალურმა აზროვნებამ რომ არავინ არაფერი არ არის და ვარ მხოლოდ მე კი არა ვარ ჩვენ ვართ ინდივიდუალიზმმა მოიტანა კოლექტივიზაციას და კოლექტივიზმიც არ ვარგა მაგრამ არც ესეთი ინდივიდუალიზმი პიროვნულობაა საჭირო და იმ პიროვნულობას ძალიან კარგად ზრდიდა მაშინდელი ლიტერატურული საქმიანობა და მაშინ ნათობი გამოდიოდა, ჭიშკარი გამოდიოდა, ველოდებოდით ამ ჟურნალებს გახსოვთ რა ხდებოდა? კაცო. თემ საზოგადოებრივი შაბათობით გამოდის, მაგრამ პარასკევით იყო და პარასკევი იყო, მაგიტოებოდა პარასკევით. ტიბეჭდებოდა და არჩევოდა. გრიგოლ რობაქიძის ფალესტრა და გოლსპერანგი რომ გამოვიდა 200,000 ტირაჟი გაიყიდა მე მახსოვს ბავშვი იყავაში 20 წლის და რიჩი კითხველი საზოგადოება იყო საზოგადოება კითხველი მე ვერად რიჩი ვიდექი დედა მოიტანა კიდე მინდა და სხვა და კითხავე მაღაზიაში რომ იქნებოდი ახალი პარტია რომ შემინახოთ იმიტომ რომ საჩუქრად ის ესეთი წიგნი ჯერფასი საჩუქარი იყო სადმე ხო ყველას საჩუქარი იყო წიგნში მე ართმე ეს საჩუქარი წიგნები მაქვს თელი ბიბლიოთეკა ეს დიდი ბედნიერება იყო მე რო წიგნში მოგიტანდნენ ხარობდი ახლაც ხარობ რა თქმა უნდა დღეს წიგნი აღარ ფასობს დღეს ინტერნეტ სივრცეში არის ადამიანი და ეს ინტერნეტი კლაპავს ადამიანს აი ამანაც გაგვიჭირს ეხლა მე მამაელია ქართულ მწერლობაში ზოგადად ეხლა ძალიან დიდი როლი რო აქვს ზოგადად სამდელოებას ამაში ორი აზრი არის იმიტომ რომ თუ რამე იწერებოდა ეკლესიამ გადაარჩინა იმიტომ რომ ხელნაწერები ხდებოდა და თავად ვეფხისტყაოსანიც ეგრე იყო და თუ წერა კითხვა იცოდა მოდლემა იცოდა მაშინ და რამოდენიმე ადამიანმა და ეკლესიებში ხდებოდა გადაწერა და მოსვლა ეხლა ეს რითაც დაიწყო თქვა ფარნაოზის შემდეგ და პირველი საუკუნეებში როცა ლიტერატურა კი არა ანტიკური ლიტერატურა და ბერძნული და რომაული ლიტერატურა როცა უკვე სულის ღაფა დაიწყეს პირველი საუკუნის შემდეგ საქართველოში მაინც არ გაჩერდა ჩვენ ვამთო მე-18 საუკუნეში ქრისტიანმა თავისი სიტყვა თქვა მაგრამ ფეწარი ამხირა რამე გააკეთა ჰაგიოგრაფია რომელიც იყო ეკლესიის წიაღში ამოცენებული და ეს იყო ჰაგიოგრაფია ნაწარმოები ანუ რელიგიური ნაწარმოები ესე ვთქვათ მაგრამ ხატრული ნაწარმოები გახდა ისე როგორც წინაენოს ცხოვრება ეტოთეცხეთის ცხოვრება ისე როგორც შუშანიკის წამება იაკობ ხუცეძის რიგო ხანძთელი და ამას ძალიან μεγάλი მნიშვნელობა ჰქონდა ამანაც ჩვენ და ეს ერთ-ერთი პირველი რითაც წამოვიდა ქართული ლიტერატურა ვიდრე რუსთაველამდე და მე მიხარია რომ თქვენ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ და რა თქმა უნდა საქართველოში ხომ გვარებს და სახელებს ჩამოთვას არ დაუწევ ძალიან ბევრი ეკლესიის წარმომადგენელი იყო და არის რომელიც არაჩვეულებრივი მწერლები გახდნენ პოეტები გახდნენ და დღეს დიდი ბედნიერება რომ თქვენ ხართ როგორც ჩემი მეგობარი კი არა როგორც ეკლესიის მომძღვარი როგორც შემოქმედი ადამიანი და მე ამ კუთხითაც მიეხლა თქვენ მოგიფროთ როგორც მწერალ ადამიანს რომელმაც რომელსაც ხა ფაქტიურად ჩვენ ხო ქართველები ესე ვამბობთ რომ დაბადებიდან ქრისტიანები ვართ მწერლობა ეს ესე მგონია როგორც კი ქართული მწერლობა და რელიგია საბა რა არის ბიბლიას ვეძახით ჩვენ ხომ ვეფხისტყაოსანს და ბუნებრივი არის და თქვენ თუ გაგიადვილებდათ რომ თქვენი საეკლესიო საქმიანობა თქვათ მწერლობას თორემ არაფერს დააკლდებათ და მაინც როგორი არის იყო საეკლესიო მოღვაწე ტრიალო ერში და ამავე დროს იყო ლიტერატორი, მწერალი იყო, პოეტი იყო, შემოქმედი იყო. რა არის ეს თქვენთვის? ეხლა რა არის? შახტამ შახურება არის მაგნის მიერი შახურება. ეს არ არის ამას შეიძლება ირჩევ შენ, მაგრამ თუ ღმერთი მაგარი არ გააქვს ისე როგორც ლიტერატურაში თუ ლიტერატურის საქმე არ გამოვა. ლიტერატურის საქმე როგორ ჩვენთვის ბავშვებიდან იყო როგორც შემთხვევა. მოკითხავდა ხოლმე კიდე წერო და
კიდევ შენ თქვათ მეთქი ვეკითხებოდი შენ თქვასავით არის შეიძლება რა კარგად საფრთხე მსახურებას Rezervul sakharova ხავს უშიშკი რა პირიქით. საფრთხე მსახურება აძლიერებს მას და უფრო მეტად ერთმანეთს აძლიერებს. აფეთქიზებს ხედვა, საფათქიზებს ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ საშუალო პირისთვის ძალიან ძიმეა ცხოვრება. უსმენად ვამრავ ადამიანს, ქტკივა ვამრავი ადამიანის ტკივილი დღეში შეიძლება გაიარო 10-15-20 ადამიანის ცხოვრება. ანუ საშუალო პირის თავისი ცხოვრება არ აქვს. თავისი პირად ცხოვრება, რომ პირად ემოციებზე და პირად გრძნობებზე, პირად დამოკიდებულებებზე იყოს ამისი დროს საშუალო პირს არ აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი იკრიბება ლიტერატურულ განწყობებშიც. ხედვა შემოქმედისა საშუალო პირობაში შემოქმედის ხედვაც რჩება, წირვაზეც შემოქმედის ხედვა რჩება, წირვა შემოქმედის პროცესია. ეს მხოლოდ ადვილად ისეთი ზეჩვიდბისტივი აქტია, რომ იქაც შემოქმედება არც ერთი წირვა შინაგანად ერთმანეთს არ გავს, ტექსტობრივად ერთია, მაგრამ შინაგანად ჩვენ პოეტები ვამბობთ, ბევრს უწყავს და მათ შორის ჩვენს ძვირფას ტარიხს ახალავსასო უფრო ღმერთო პოეტი შენ ხარ მე შენით მოლაპარაკეო და ეხლა რა პარალელი მინდა გავავალო მამაელია რომ ერთ მოძღვარს აქვს ნათქვამი რომ ცოტა რაღაც ისე რომ ნუ შეერცოდაო ესე თქვათ რა რომ გავავალო წივაზე კაცო მარი ხედავ აღარ გამული ჩემზე მადლიო ხა მოდულები ხო ჩვენ ადამიანები არიან და მაგათაც შეესტუმებიახ და ამიტომ ვძინობ რომ ისე ვიტყოდა ეხლა აი რაღაც პარალელი გავავალო რომ ასე მგონია რომ ეხლა მე მამაო ჩემი მოძღვარი მამა კახაბერი ვერთაშვილი არაჩვეული ადამიანი არაჩვეული პიროვნება მე არ ვიტყვი რომ კაც აკადემია დამთავრებული რაღაც უმაღლესი განათლება იმდენად რაღაცებს საუბრობს რომ აი გაუგრევი და ესე უყურებ და სიტყვით ფრაზა მინდა დავიჭირო და ყოველთვის სხვადასხვა საუბრობს ისე როგორც თქვენ თვითონ თქვენთან არის როცა ქადაგებაზე საუბრობ და ასე მგონია რომ თქვენ კი ლაპარაკობთ თქვენ გახართ უფლის მოციქული წუთში და ის ლაპარაკობს თქვენი ენით აი რატომაც და ალბათ წერებიც ესე ვართ ამბიოზ რა საუბრობ თუ არ ჩაიწერეს მე არ გახსნა მაგათაც არ მახსოვს და საოცარი რაღაც ხდება სახარების კითხვისას მე ვიწყებ შემდეგ სახარებაზე საუბარს და მე არ ვიცი რა ხდება მე რომ ჩავწერეთ და მინახავს თუ ეს რა კარგად ის ჩემი არ არის პირდაპირ ასეთ დროს მჭირველი მოძღვრის პირით მღვდლის პირით საუბრობს ღმერთი იქ პიროვნულ ღირსებას მოაწეროთ რომ ახლა მე ეს ვთქვი ეს არ შეიძლება ამიტომ მე ვამბობ ხოლმე რომ ძალიან დიდი რამეა იცი ახლა თქმა რომ აი მე მღვდელს მე ის არ მოწოს მე ამწოს და მე ვამბობ ხოლმე რომ აი მღვდელი რომელიც შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს ის რომელიც ამბიოზე დგას და ქადაგებს ის მღვდელი არა რომელიც შენ არ მოგწონს ის სხვა მღვდელია უკვე. ნუ ბუნებრივია ეხლა ყველაფერს აქვს თავის შეფასება, მაგრამ ყოველთვის მაინც სხვა დამოკიდებული ბატონო. ტაძარში როგორც შედიხარ ადამიანი, სხვანაირი შედიხარ. შეიძლება გამოხლეს ისეთი ხდება, რა ის სხვანაირი ხარ. ნუ ეგრე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და უმეტესობა ეგრეა და მოდი დავუბრუნდეთ ეხლა და თქვენი შემოქმედები და წავიკითხეთ. აი დავამატებდით. მგდნობს. აი ის რაც თქვენ ბრძანეთ იქ სხვა არისო აუცილებლად იქ საკუთრებული აბსოლუტურად სხვა განზომილება. ეს არ არის ჩვეულებრივი ტაძრის ის ადგილი, რომელიც გამოყოფილია რაღაცა საიდუმლო ხდება. იქ პირდაპირ არის ჟეჩა. რა თქმა უნდა, ტაძარში ესეა და ესენ კვეთის დროს, ჭირვის დროს, ხადაგების დროს სახარება რომ გამორზანდება, უფალი გამორზანდება, ამბიოზე რომ სახარება დაბრძანდება, ის ამბიოზე უფალი ბრძანდება. საოცარი მისტიურია. ამაჟერალა ეხლა რო თქვით რა, აი არ წარმოვიდგინე, მაგრამ ეხლა ყოველთვის დავაკვირდები მაგას. საოცარი მისტიური აქტია. მე მიირჯვია ეს რომ ჭირვის დროს საშუალო პირის თანამჭირველი. ჭირველი არის ღმერთი. ჩვენ თანამჭირველები ვართ, უბრალოდ შეგვიძლია თანამჭირველები. ძალიან დიდი ჯალატრიალებს იქ და ამის მიმართ დიდი კრძალა გვმართებს ჩვენ საშუალო პირებსაც და რა თქმა უნდა ასაც ყველას ერთად. შემოგიყვებით. აი ამდენად არის საინტერესო თქვენი საუბარი და საერთოდაც ვამბობ რომ საეკლესიო პირების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდა თაობებში
მოვიტყოდი რომ სკოლებისთვის ჩვენ ხანდახან ავირიდებთ იმ წინაპირობით რომ აი არ შეიძლება ძველი შევიდეს ეკლესიაში და შეიძლება ბავშვები სხვა აღსარებლობებს არიან თითქოს ახლა მდევრებს შედის იქეუნება მაინდამაინც რომ ჩემი იწამე და ეს ვაქა ლაპარაკი სიყვარულზეა ლაპარაკი და ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი თვის ღმერთი ერთი არის და იმ ღმერთზე ქადაგებდა ამ სიკეთეებზე საუბრობს და ცოტა ჩვენ სხვანაირად გვესმის ეს ყველაფერი და ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ახალგაზრდა თაობას სჭირდება დღეს აი ესე უფრო ეკლესიურობა და გაძლიერება ეკლესიისა. უფლებათა შამოდა ჟამოგზათა შენ ჩემთა დღეთა მზეოდა მეუფალ ქვეყანათა მასმენდე შემსახ ბატკბილსა ჩიშად გამიჩხებოდე მოხჩაუხრალო მზის თვალომში არ გამიჩხერებოდე ამჯარიც ვერ გებოდეს დუშმანიც დამიწდებოდეს კაცი კაცს შეეხიდება თამთა შეხვდება მთებურად წუხელ რომ ზეჩავიხილე სულ შენი მადლიებურა სოფლისგან გამეტებული შეგან არ გამეტებულა ჩიშკარი გათენებულა და ღამე დაბინდებულა ეს ღამე კუპრი ჩავშია შიგ ბანგი მოთუხთუხებსა გაღმას დღეს ერთი ფილია ღამეს უყებს და უყებსა ჩავა არჩი ჩიშკარი თავს დაადგება უხებსა ჩაგაიხსნება ნათობიცა თიშება და იქუხებსა არაჩვეულებრივი ლექსი ჩიპლიდან ქალაქი 2006 წელი ხტოებ ქალაქო ტირებით ჯვარზე ლევანები ღვთის მოწყალება დასრულებს ახორების ბოლგინს დაჟდუხს ქალაქი ასფალტებით და შადრევანებით მათხოვრებით და მაწანწალა ძაღლების ჯოგით ბერჯერ მომთხოვეს ვარკუბო არ მეყო ჩემი კაცობა ამ წუთიშოფელს ტკივილი და გოლგოთა მოჰყვა ეს ბარონეს ეგრერი გადრანგა ჩოფა ვიკითხე მერმები უშვილე მარჯვენა ლოყა აი ბატონიჩ აყოლინი ვერცხლს დაიმდას აი ცხოვრება აი მატელი შარაგზა ფართო ვიღაცა სადღაც შვილძილს სისხლს დაიკალს მიუტანს და ბოლოს წარუცლებში დარჩება მარტო ჩოდვიან პურით რატომ ყვებავში დამომავლობას ეს რა დაგჩემდა გულმარწყი რაისთვის გახდი შენ კარგად იცი რამ ჯიმია ჩოდვის მრავლობა და რადვილად გაუქმდება ამ სოფლის ტახტი ვერ გახდება სანჩო პანსარაინდის ჭონა აღარც დაძმობას გაიხსენებს ქვეყნა და არავინ ღმერთო ძლიერო შევიწყალეთ ჩოდვილი მონა დამტორო კლდეზე შეურყეველ შეუბზარავი უფლისუფალი მეფობს ქრისტე ღმერთი ძალზე ბევრს გითმეს მაგრამ ყველაფერს დასასრულიც და აქვს საწყისიც შენ ღრუბლებიდან ვარსკვლავად მოიჭდილი თმებს და დასრულდება ეს ცხოვრება გაუსაძლისი ასე ახლა ასე იყო 1000 წლის წინათ სამყარო ისევ 1000 ფერად იშრის თითოეული იცოლის ხალათებს მაგრამ ვისთანაც გავიყავი ბორდა ღვინო ვერ ვარყავი და ვერაფრით ვერ ვღალატე აი ფარება ღრუბელს ბინდი ოდესმე მზესაც გადავიოთ მწვერვალები ქრისტეს მცნებიათ ქართლთ წესია უღალატო ცხოვრების წესი და ჩვენს წინაპრებს ამგვარ წესით ოცნებიათ შენ დაგანახვებს სისხლს და ბრჭყალებს ცხოვრება ავი როდესაც ხრამალი დატკივილი მოჰყვება თავ-თავს შენოქრა ვერცხლის შრეალ თლაში ჩაკარგე თავი და მხოლოდ მწარე განსაცდელში იპოვნი მაგ თავს მსაშობელი ცის და მიწის ესადე მშვიდის მზერ საქართველოს სამომავლოდ ცადაწვდილს მზეზე ორღობებში დამშეული პატარა მიდის და ქითიქით ლუკმა პურის და თათუხებს ეძებს აი დაუსრულად ვიდეო რომ ესმინა შემოგებით უნესიმალო სიამოვნებით მოგისმენთ ეს ჯიბით ვატარებდი დედის შურაც
ეს სურათი უკაჩრილ ტრამალებში დამეკარგა მომაწოდეს ციდან შურა და ბუნკერზე დედის შიხივი დამეკარგა მეძებედავერშად პოვე თვალი ჩაემლის ბრწყინვალებამ დამიბინდა იქნებ დედაჩემის სახესადმე ლართქვა ბალახებში დამიბინდა და სიცოცხლე თითქმის გამინახევარდა დღესაც ყოფნას წასვლა მიჯობს ეს ბალახი დედაჩემის სახეა და ფეხი აღარ დაბიჯო შემოგიხსენეთ მართლა დავკერდი დედას სურათი ესე და აღარში წავედი ეს ემოცია ახალი გარდაცვლილი იყო ჯიბეში მქონდა და ბალახებში დავკარგეს აღარ ვიპოვე თან ქარი იყო და იქ რომ მოპა ეს 2005 წელს დაგარგეთ სურათი მაგრამ ლექსი დაიბადა მაშინ ექსპერიმენტი ასე თქვით ჩამოილი დაიჭერა ეს თავის დედის სურათი ჩემთვის იმას იწვიდე იყო ჯიბიდან როგორ ამოვარდა არ ვიცი დავიხარე და სადღაც მერე ქარმა წაიღო დედასთან და გიტოვათ ლექსი საინტერესოა რომ თქვენ მრევლი ალბათ მოგისმენთ ნახავს ამ გადაცემას და უკვე თქვენში როგორც შემოქმედს დაინახავს იცის მრევლმა რომ თქვენ პოეტი ხართ წევრი ბრძანდებით მომელია ხოდაი ვინც არ იცის აი ალბათ თქვენთვის იქნება სიურპრიზი რომ თქვენი ძვირფასი მოძღვარი არაჩვეულებრივი პოეტი და შემოქმედი გახლავთ დაიკითხეთ კიდე ნაწყვეტი ლირიკული პოემიდან ფოლიანტები 1919 წელი თვალთაგან მოხუს ჩალევი წელი აკიაპტევა მზისხვილმა და მე ამ მზისკენ გაფრანა მინდა ოთახში დედა შემოდის ჩუბა ბავშვო ფეხზე ჩაიცვი წინდა ჩვენ ერთმანეთში უბრუნავდით მაშინ მართლაც ბავშვები ვიყავით თურმე ზიარდიოდით სიწმინდით ჩაში და მივყავოდით ფეხ ურმებს თრალეთისკენ მივალ გზებზე ვსერდით ჭმონდარებებს და აპობს ახალ ძინჯო განწყობებს ვეძებ და ჩიტი უშტენს თესა და კაფე გადაიდარებს ბინდი თუ ბუნდი აწუყო ღვინის შურმელი თრები ψითაელებული წინულის გუნდებს ერთმანეთს ხუშტა და შრეამთები ცხოვრებანუ თუ ყვავგაგულის და დამეატროვა სიცოცხლით დააღალილ სიხარულის და სიყვარულის და სათმების და სიწმინდის შახლის იყო თურმე 1000 წლის წინათ თვალებზე ჩრემლიც კაფობს თული ოთახში დაბლად შემოდის დედა და დიდი ხონჩი შემოგვშკილი და მე ხდები როდესაც მარტო დარჩები მათთან წინაპარ ჯრებთან როდესაც წლები ხმაურით ქართა წარსულის მწარე ტკივილებს შეთავს ხდები რომ მართლა წარსულით გმართავს აშღრეალება წინაპარ ჯრების რომ თავზე დიდი ჭაღარა გათავს და გაფრენილან წარსულის ჭრები ფოლიანტებზე ასევს წერდი ბავშვების მზით და პატარა ხელით მეგვერდით მეჯდა ჯუზეპე ვერდი და სამშობლოში ფეოდორ თელი ვენახის მწიფავდა რთველიც იმ წარსულიდან მოვდივართ აქეთ თვალთავად შრემლის შიშლივით მწველი და გაპობილი ვარდის ბრად ბადე ჩვენ უყურებდით 1000 ფილმებს რა თქვა მქონდა წიგნებთან ძმობა და სიჭადიკის ავსებ და ხილვა სამშობლოსათვის გაწალდულ მყოფა ჩვენ არასოდეს პიროდი ჭარსულს და აგვახარებდა მაჩვრის შობა უეცრად მთაში მდინარე შედგა გაბრწყინდა დედა ოქროს ფერმზეში და ხეში წყალი როდესაც ჩადგა
გარდაიცვალა თებერვლის თვეში დედამ სიჩოცხლე წაიღო დიდი იქ სამარეში აფერფლდა მზეცდა შენდობა ბრძანა ძალიან მშვიდად თუმასთან ვინმე ოდესმე შეცდა იმ ღამეს ნიშელი ელავდა ცაში და ქარიშხალი კარიბჭეს ლეცდა თითქოს ცხოვრება დამთავრდა უცებ მე ამ ცხოვრებას თბილმწარედ ვთვლიდი შლის აწარსულეთ ფირფი და ფურცებს განდაკებად დალოდა დრო ვთლიდი დღეს წარსულსა და მომავალ შორის გადებულია სიჩოცხლის რიდი ღინობის თვეში წავიდა ნიკოც მე დღესაც ვტირი გარდა სულ ძმობილს გადავდიოდი სიმღერით რიკოც და გვახარებდა შავრობ შობი რამშვენიერი დღები იყო სამშობლოსათვის და ანჯვის და თრობის მე დღესაც შრემლით მივტირი თამარს მივტირი ეთერს ლუკას და გივის მივტირი მამულს ყველაზე მთავარს დაგულში დიდი ჭრილობა ღვივის გადახვით ქოლალოცობით ტევრი შანსი შარტყელა გარდავლილ დროთა ჩვენ გვახარებდა ძალიან ბევრი და გვამწუხრებდა ძალიან ცოტა ცხოვრება ეგრე რადგან გულიშდა და მენატრება სიჩოცხლით დაღრილ სიხარულის და სიყვარულის და სათნოების და სიწმინდის სახლი ჩვენ დაიბადეთ დიდი ხნის წინათ ეს განცდა მთელი ცხოვრება მსდევდა ბავშვობის მზე და ბავშვობის წვიმა და ბავშვობაში დარჩელი შევდა ახლაც ბავშვობის დღამებს ათევს აბრწყინებული მზესავით ჭიქით გავდივართ მთისფერ მდინარე პლატეს გავახცევთ ზეცის და ღრუბლებს იქით აღიმართება გოლგოთა მალე ვარ მოგონების ბადაგით მთვრალი და ზეცისაკენ აღყრობილ თვალებს ყოველად მოწყალე მეუფეში თვალი მზე დადგება ბრწყინდება სახე თოლის ფრადელავს წელები და თმები სამშობლოს თავზე აღმართულ მახვილს ჩამოწევენ წინაპარ ჯრები ჩაშორდება გული და ზრახვა შენცამ იდუმალში და თბები გამოდარებულ დღესა დააწმყოს წარსულის მზეთთან ათელი ახლავს შეიკრიბება ტაძარში საძმო და გული ლოცვით მიწევს მაღლა შემოშარვია ხრობელი ნოსტეს გარდავალს ნიშნე ადრე თუ გვიან და თავიდან თავებს მოსდევს თალბი მზედა ჭრილობა ღია ბავშვობის ჟამი მზის დიშკოს მოჰგავს ეფრქვას ხივი ბინდის ფერშენაკს და მარნის მზეში სიჩოცხლე მოჰგავს ბაბის დარგულ და დამყნობილ ვენახს აი ტაში უნდა დაგიკრათ მიღებული არა მაგრამ უნდა დაგიკრათ ეს ყარა ჩვეულებრივი ნაწყვეტი და აი სიამოვნებით უხელათ იმსა საერთოდ მაგას ელიტებს თელ პოემასაც სიამოვნებით მოვისმენთ იმიტომ რომ ისეთი თემატური არის და ისე კარგად კითხულობთ ისე ლამაზად კითხულობთ რომ ეს კიდევ სხვა არის ესე გადმოცემა და თან აი ამ ყველაფერში ხო ჩვენ გავილი ცხოვრებაა და ის ყველაფერი რაზეც ჩვენ აი ყველაფერი ჩვენ თვალწინ ჩვენ თავის კევილი ციხარულის და ყველაფერიც რაც გამოვიარეთ ეხლა არ შემიძლია რომ მაინც არ თქვა კი არა და უბრალოდ არ ვისაუბრო ცოტა რა თქმა უნდა ეხლა ბევრი აღარ გვაქვს ეკლესიის როლი არ ვიტყვი ეხლა ეკლესიის როლზე ლიტერატურაში ეს ნათქვამია და აგერ ძალები წარმომადგენელი ქართულ აი ეხლა რა არის იცი ჩვენ აღარ ყავს ილია მეორე ჩემთვის მეორე ილია ეხლა ვიღაცისთვის არ ვიცი უდიდესი მამა რომელმაც ახლა ილია მეორეს შემდეგ ილია მარტის მეორე რომ თქვა ერთი სამშობლო ადამიანის ისა მამული ენას აწმუნები შემდეგ რომ თქვა რაღაცა და დაიმკვიდროს ვერაფერს რომ მოიგონებდა ვერავინ ერასოდეს და თქვა ილია მეორე და იგივე იდენტურიცნება არის მაგრამ სხვა არის და სხვაგან წარმოყვანა და გაგვეერთიანა თავისი წასვლითაც და მე ასე მგონია რომ ილია მეორეს მოღვაწეობა არ დასრულებულა ის გრძელდება იმიტომ რომ ის
ის სხვა ცნობიერებაში გადასული არის და იმ ცნობიერებიდან მართავს ქვეყანას ჩვენ სულიერ მდგომარეობას მართავს და იქიდან გვაძლიერებს და მაინც იმაში იღებს მონაწილეობას და რა თქმა უნდა ჩვენი ახალი პატრიარქს არ შეიძლება რომ არ შევეხო იცით რა არის ხა მე მივხვდით იმისა რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ მას როგორც პიროვნებას როგორც ადამიანს და მაქვს ძალიან დიდი სიმპათია რაც არაერთხელ გამომიხატავს ეს აღნიშნავს რომ ყველამ იგივე იფიქროს მაგრამ საქმე იმაშია რომ როცა შენ აი რატო ლოცავენ ხოლმე აი ეკლესია რატო ლოცავდა მხედრობას და მთავრობას ყოველთვის ეს წინა საუკუნეებში მეფობის დროს ყოველთვის რომ კარგი და ცუდი კი არა ლაპარაკი უნდა დაიღოს რომ კარგები იყვნენ და ეს უნდა და დღესაც ახალ პატრიარქს რომელიც ილია მეორის შემდეგ რომ მოდიხარ პატრიარქად იმ სიმხელა ტვირთია და რაღაცა შენ აქ უნდა გააძლიერო მიეხმარო რაღაცა ეხლა ერთჯერ მოусმინე და როგორ ჩემზე ილოცეთო პატრიარქმა იცოდა ილია მეორე ვიცოდა რომ ჩემზე ილოცეთო დამძიმებულმა შეეცოდები და თვითონაც ბრძანა მეფობის შეესანა და ჩვენ ვფიქრობ რომ ეკლესია და ერი და ბერი უნდა დაუდგეთ მას იმიტომ რომ მეც მგონია რომ თუ ღმერთი გადაგვარჩიეს თუ ჩვენ ამას ვიძახით და ღმერთის მოციქულები ბრძანდები თქვენ და ღმერთი არის ეკლესია და ეკლესია არის მიწაზე ჩამოსული ღმერთი და ეკლესია მამა და ამიტომ და მაინც მინდა რომ ისიც აი ეკლესია უფრო ეხლა შეიძლება რაღაცამ დამძრახოს რომ რაჟუაში ეკლესიამ თავის საქმე უნდა აკეთოს და საქმის კეთება რა არის სადაც სამშობლოა სადაც ენა მამული სარწმუნოება არის ეს არის სამშობლო ეს არის ეკლესია ეს არის ადათი წესი ზნეობა მორალი და აქ მე ვფიქრობ რომ აქტიურად უნდა ჩაებას ეკლესია და უფრო მამაღალი გაცხადებითაც აღმოერებები ამის გარდა გამოვიდეს რომ ჩვენი თაობა დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფული გვაქვს ჩვენ და მთელი დაზღვები ყველგანაა და ქვეყანა არ შეგვიჩება ჩვენ იდენტობით რასაც საქართველოს ქვია და ეს დემოგრაფიული მდგომარეობა და რაღაც და ამბიონიდან არა მარტო აი რაღაც ვფიქრობ რომ რაღაცა არის გასაკეთებელი ისიც იმედი დაიკარგა რაღაც იმედი აღარ არის გადარჩენისა აი რაღაცა ადამიანები ვარ ჩავარდილი რაღაც ნიჰილიზმში და იქიდან ეკლესიამ რაღაცა უნდა თქვა სხვა სიტყვა უნდა თქვა სატომღაც მგონია მამაილა რომ სხვა სიტყვა უნდა თქვას ეკლესიამ რომ გადარჩეთ რომ აი ეს ნარკომანია ეს ის აი რაღაცა სხვაგან უნდა წავიდეს ქვეყანა სხვა რაღაცა უნდა იყოს და კიდაც მთავრობას მარტო განზღვა და ისყია და ხალხი ამოდგომა რაღაც კუთხით აი რაღაც ერთობლივად გადარჩენა ქვეყნისა აი ეკლესიის აი თქვენ როგორ ვფიქრობთ აი ამ ყველაფერს აი რა შეიძლება რომ გააკეთოს როგორ გადავრჩით აი რა შეუძლია ეკლესიას რომ გააკეთოს რა თქმა უნდა ხა შვიდიდეში დაზანზარება ჩვენი ქვეყნის უწმიდესი ელიას გარდაცვალებით ძალიან ძიმე ტრავმა თითოეულ ჩვენთაგანის და რომ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მანძილზე უწმიდესი ელია ფაქტობრივად მართავდა საქართველოს გამაერა უძიმესი კატაკლიზმები უდიდესი შიბრძნით ატარა ეს გემი რომ არ დათქმულიყო უამრავი პოლიტიკური კატაკლიზმების დროს პატრიარქმა უშუალოდ განახორციელა მართლმადიდებლური კურსი ეს არ რთული იყო პატრიარქმა გაკეთა ყველაფერი ეკლესია არ დაშლილიყო და ის მემკვიდრეობა რაც მისი ღვთისმშობლების შემდეგ მოხდა ჩვენ შეგვინარჩუნდა ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება რომ ეკლესია არის ერთიანი და ეკლესიას ყავს კათოლიკოს პატრიარქი რა თქმა უნდა ერთობა ეკლესიის ეს არის რომ ჩვენ ყველა უნდა დავუდგეთ ეკლესიის მეთაურს და მოვიქცევთ ლოცვებში უნდა მიეხმაროთ ვისაც როგორ შეუძლია ლოცვით იქნება თუ საკუთრებული იქნება რომ დედაეკლესიის შინოდი არის ერთიანი რა თქმა უნდა გახსნა სხვადასხვაობა იყო მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია შედეგი რაც დადგა ყველა იყო ერთშოვანი ყველა იყო ერთიანი ანუ ამით სულიწმინდის ბადლით ღმერთმა გაჩვენა უწმინდესის დანატო არის დიდი საძმო სადაც ასთა სხვადასხვაობის მიხედვით დედა ეკლესიის ერთიანობის ერთგულების მიმართ ყველა აღმოჩნდა ერთგული და შედეგი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის რომ ყველა უნდა შეძლოს შევძლოთ რომ ერმა და ბორმა ყველა მეტად რა თქმა უნდა პატრიარქის გადაგებულება არის თქვათ აბობენ აი ესეთი მარტივად პატრიარქის გადაგებულებზე მშენობა არ შეიძლება მაგრამ იქ თქვათ აბორტზე იქ არაფერი არ არის თქმით ჩუდად არა
განჭირებულია როდესაც შეგიძლიათ მამა ილია ჩვენი ხა ბოლოსკენ ვართ სამწუხაროდ და არ დამეზარება თქვენთან დიდი ხანი საუბარი არც ერთი საუბარი არც 2 საათი და მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ დღევანდელ ქართულ წერლობას ამშვენეთ ეკლესიას ამშვენეთ როლს ამშვენეთ ჩვენ გამშვენეთ და კიდევ ერთხელ მინდა დიდი პატივი გამოხატოთ თქვენდანო მადლობა მინდა გითხრათ მოგზაურებს და ქართულ მაყურებელს ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ ჩვენ დღევანდელი სტუმარი არაჩვეულებრივი პიროვნება უდიდესი ადამიანის შინაგანი ბუნების პიროვნული თვისებების და დეკანოზი პოეტი შემოქმედი მამა ილია ჩიკვაიძე გახდა ჩვენი სტუმარი მადლობთ ყურადღებისთვის შეგვიძლია